მოგესალმებით მეგობრებო. რამდენიმე საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მანამ სანამ თბილისის საკრებულოს წარედგინება ბიუჯეტი, საბოლოოდ შევაჯეროთ ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც დასახულ იქნა თბილისელების მიერ იმ გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა დაახლოებით 700,000-მა თბილისელმა მიიღო. ძირითადი და ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, რომელზეც ჩვენ 2010 წლის ბიუჯეტში უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც უნდა იყოს მთავარი ფოკუსი თითოეული სამსახურის მუშაობის, ეს არის დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური პროგრამის დაწყება და უკვე იანვრიდან დაიწყება ყველა მსურველის რეგისტრაცია და თებერვლიდან ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება თბილისის ყველა მუნიციპალიტეტში და გამგეობაში და მერიაში ინგლისურისა და კომპიუტერის უფასო კურსების მონაწილეობის მიღება, ამ ცოდნისა და უნარჩვევების უფასოდ მიღება, რაც თითოეულ ადამიანს დაეხმარება დღევანდელ რთულ შრომის ბაზარზე გაიკვალოს გზა და იშოვოს სამსახური. ეს არის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა და ეს ამ პროგრამამ რეალურად ხელი უნდა შეუწყოს თითოეული თბილისელის მთავარი სურვილის სამუშაოს პოვნის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანი სიახლეა და ესეც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მტკივნეულ პრიორიტეტად არის წარმოჩენილი თბილისელების მხრიდან, ეს არის პენსიების საკითხი და პენსიონერთა უზრუნველყოფის საკითხი. მე მინდა შევიტანო გარკვეული სიცხადე ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ დაახლოებით 16 მილიონი ლარი ვარაუდობდით დამატებით იმისათვის, რომ ჩვენ პენსიონერებისათვის თბილისში, რადგან თბილისში ცხოვრება უფრო ძვირია ვიდრე რაიონებში, 10 ლარით გაზრდას. თუმცა სრულიად სამართლიანად უნდა ითქვას, რომ აქ საუბარი ჩვენ თავიდან მქონდა მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე, რომელიც არის 160,000 ადამიანი თბილისში, მაგრამ ვინაიდან ეს არ არის ზრდა, ესე ვთქვათ, სხვა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, არამედ მოჭრილად 10 ლარის არის გათვალისწინებული, უპრიანია და უფრო სწორია, რომ გაზრდა მოხდეს არა მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე, არამედ სხვა კატეგორიის პენსიონერებზეც და ეს არის დამატებით 35,000 ადამიანი, ანუ საბოლოო ჯამში ოღონ უკვე 1 მარტიდან, ვინაიდან ამის ბიუჯეტის ამის საშუალება არ იძლევა, 1 მარტიდან ყველა კატეგორიის პენსიონერი იქნება, ეს ასაკით პენსიონერი თუ იქნება სხვა კატეგორიის პენსიონერი, ჯამში 205,000 თბილისელი მიიღებს 10 ლარით გაზრდილ პენსიას და არა 16 მილიონი ლარი, არამედ საბოლოო ჯამში ჩვენ გაისად ეს პროგრამა, ამ პროგრამის ესე ვთქვათ თანადაფინანსება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად არა 16, არამედ 20 მილიონი ლარი დაგვიჯდება. დავისთავად ცხადია, ყველა კატეგორიის პენსიონერზე გავრცელდება ასევე ის 25 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც წამლის შესაძენად იქნება განკუთვნილი და ასევე ცხადია, ყველა კატეგორიის პენსიონერზე გავრცელდება ის სატრანსპორტო შეღავათი, ნახევარფასში ავტობუსისა და მეტროპოლიტენით მგზავრობა, ასევე გავრცელდება ყველა კატეგორიის პენსიონერზე და ჯამურად ამ მიზნითაც გამოყოფილია 6 მილიონი ლარი. ანუ საბოლოო ჯამში 26 მილიონი ლარი არის საპენსიო უზრუნველყოფისთვის თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2010 წლისთვის, რა თქმა უნდა, ესეთი ბიუჯეტი წარედგინება ორშაბათს საკრებულოს, რაც მნიშვნელოვნად შეეხიდება პენსიონერებს, მაგრამ ისევ მინდა აღვნიშნო თითოეულის გასაგონად, რომ ყველაზე საუკეთესო სოციალური პროგრამა მაინც არის დასაქმება. კაცობრიობას ამაზე უკეთესი სოციალური პროგრამა არ გამოუგონია. ამიტომ ყველა ღონისძიება, ყველა აქტივობა, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ
თითოეული სამუშაო ადგილის გაფრთხილება მოხდეს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ამის ხელშეწყობა. ამ მიზნით დღეს ასევე მინდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს პროგრამისა ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, რომელიც პირველ რიგში სამშენებლო სფეროში დასაქმებას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს, ასევე ითვალისწინებს მშენებლობების სტიმულირებას და ჩვენ უკვე ამ შემოდგომაზე პირველი ეტაპის შედეგად ვხედავთ გამოცოცხლებას სამშენებლო სფეროში და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუმცა თავისთავად ცხადია ჩვენი ამოცანა ეს პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ, ამიტომ 2010 წლის თებერვლის ბოლომდე იქნება ყველა მშენებელს ექნება შესაძლებლობა საბუთები მოაგროვოს და ელაპარაკოს იგივე პრინციპით ძველი თბილისის ავარიულ გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას და მათი თანხმობის შემთხვევაში შემოიტანონ წინადადებები, ჩვენ ამ წინადადებებს განვიხილავთ და იგივენაირი წესით დამატებით დაფინანსება მიეცემათ ყველა იმ კომპანიას, რომელიც ემსახურება შეჩერებული მშენებლობების განახლებას, იქ მყოფი ხალხის დასაქმებას და რა თქმა უნდა გაუსაძლის ძველ სახლებში, რთულ საცხოვრებელ პირობებში მყოფი ხალხის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ეს პროგრამაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ჩვენ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკის, დედაქალაქის ეკონომიკის 20-25% არის სწორედ მშენებლობაზე მოდის. აქ არის დასაქმებული უამრავი ადამიანი, ამიტომ ჩვენი ამოცანა და იცით 50 მილიონი ლარი გამოიყო უკვე მიმდინარე პროექტებისთვის და რეალურად ამით ჩვენ შევინარჩუნეთ დაახლოებით 5000-მდე სამუშაო ადგილი ამ სფეროში, მაგრამ ეს დინამიკა არის შესანარჩუნებელი 2010 წელს. ამიტომ 2010 წელსაც ეს პროგრამა იქნება ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ სამშენებლო სფეროს, იქ დასაქმებულ ხალხს და ასევე განვავითაროთ და რესტავრაცია, რეაბილიტაციის გზით ვიაროთ ძველ თბილისში, რაც რეალურად ასევე მისი განახლება და მრავალფუნქციურობა უწყობს ხელს ძველი თბილისის ბიზნეს კუთხით განვითარებას, იქ ცხოვრები ხალხისთვის ახალი დამატებითი შემოსავლის მიცემის შესაძლებლობას. ეს ორი ძირითადი საკითხი იყო, რომელზეც მინდოდა თქვენი ყურადღება გამომახვილებინა, მანამ სანამ ბუნებრივია ეს არის ბოლო მთავრობის ხდომა, სანამ საკრებულოს ჩვენ წარუდგენთ ბიუჯეტს და ყველა დეტალი უნდა გავიაროთ იმისათვის, რომ ჩვენ თბილისელებს 2010 წელს შევთავაზოთ რეალურად ბიუჯეტი, რომელიც თბილისელების დასაქმებაზე და პირველ რიგში დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. დიდი მადლობა.